Diving ტურში ცოლ-ქმარი შუა ოკეანეში მიატოვეს და მას შემდეგ ისინი აღარავის უნახავს. დღეს მოგიყვებით ფილმზე, რომელიც $500 კამერით გადაიღეს, თუმცა მან მილიონობით ადამიანს ოკეანეში ჩასვლის შიში გაუჩინა. რაც ყველაზე შემზარავია, ეს ამბავი რეალურად მოხდა. ვიდრე ტომ და ეილინ ლონერგანები წყალქვეშა სამყაროს ილმაზით კბებოდნენ, ინსტრუქტორებს სათვალავი აერიათ და ტერიტორია ცოლ-ქმრის გარეშე დატოვეს. ზედაპირზე ამოსულ ტომსა და ეილინს კი იახტა უკვე წასული დახვდათ. ფილმი მძიმეა, თუმცა რეალობა უფრო ტრაგიკული. ფილმში ეკიპაჟი შეცდომას მალევე ხვდება, თუმცა რეალურად წყვილის გაუჩინარება 2 დღის განმავლობაში ვერავინ შენიშნა. მხოლოდ 27 იანვარს, როდესაც იმავე გემზე ვიღაცამ ტომის ჩანთა საბუთები და ფეხსაცმელი იპოვა, მიხვდნენ რომ გზავრები აკლდათ. მასშტაბური სამძებრო ოპერაცია 5 დღე გაგრძელდა, თუმცა მხედრები ვერასდროს იპოვეს. იპოვეს მხოლოდ მათი აღჭურვილობის ნაწილები, რომლებიც სანაპიროზე გამოირიყა. გემის კაპიტანს ჯეფრი ნაინს ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მკვლელობაში, თუმცა ის გაამართლეს. მის კომპანიას კი დაეკისრა დიდი ფულადი ჯარიმა და ის მალევე გაკოტრდა. ამ შემთხვევაში მთელ მსოფლიოში შეცვალა დაივინგის წესები. მას შემდეგ დაინერგა მკაცრი ორმაგი გადამოწმების სისტემები, რათა მსგავსი რამ აღარასდროს განმეორებულიყო.